მშვიდობა ჩვენო მაყურებელო, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა არგვეთელი დიდმოწამენი ძმები დავით და კონსტანტინე ფხეიძეები, მათი ღვაწლი და მათი წამება. ჩვენს ქვეყანაში არაბები პირველად შემოვიდნენ მე-7 საუკუნეში 642-653 წლებში ჰაბიბ იბ მასლამის სარდლობით. საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ მე-6 საუკუნეში, კერძოდ 532 წელს, ასევე ეროვნული ინსტიტუტების, როგორიც არის ქართული ეკლესია, მისმა დასუსტებამ ხელი შეუწყო არაბების გაბატონებას ჩვენ სამშობლოში და მისი ფეხის კვიდრად მოკიდებას. მე-7 საუკუნეში არაბთა ძალას კავკასიაში პოლიტიკურად მთლად ჩამოშლილი, სახელმწიფო ორგანიზაციას მოკლებული სამეფო სამთავროები მეტად სავალალო მდგომარეობაში, ქაოსურ მდგომარეობაში დახვდნენ. არაბების სამხედრო სიძლიერეს ჩვენი მხარე შესაფერისად ვერ დახვდებოდა. აი ამიტომ ქართლის ერისმთავარმა სტეფანოს მეორემ გადაწყვიტა არაბებთან ზავის დადება. მან გააგზავნა ელჩი თხოვნით და ასევე გაატანა ძღვენი მათი გულის მოსალბობად. ზავი დაიდო. ზავს დაერქვა დაცვის სიგელი, რომლის თანახმად ჩვენებს თითო კომს ჰქონდა ვალდებულება 1 დინარის გადახდისა. და თუ ჩვენები რჯულს შეიცვლიდნენ და გადავიდოდნენ იმათ რჯულზე, მაშინ ეს 1 დინარი ავტომატურად ეხსნებოდათ როგორც გადასახადი. თბილისში საამირო დაარსდა, რომელიც ექვემდებარებოდა არაბეთის ხალიფის ნაცვალს. ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთ საქართველოში ბატონობს ბიზანტია. ლაზეთის მთავარი გიორგი ბარნუკიძე აჯანყებას მოაწყობს. იგი არაბებს დაიხმარებს ბიზანტიელების გასაყრელად, რის შემდეგაც ბიზანტიელების ადგილი დაიკავეს არაბებმა. ქრისტიანი მტრები მათი ბატონობა შეცვალა მაჰმადიანთა ბატონობა. ქართველ ხალხს ბიზანტიის ქვეშ მონობა სანატრელი გაუხდა. ამ დროს ლაზეთის მთავარი ლეონ პირველი იწყებს აჯანყებას არაბთა წინააღმდეგ. იგი უკავშირდება კავშირს ამყარებს ბიზანტიასთან და ამ აჯანყების შედეგად არაბებს დევნიან ჩვენიდან. ლეონ პირველი ასევე უკავშირდება იბერთა ანტიარაბული ფრონტის მეთაურებთან. სტეფან მეორის ვაჟებთან, მიხრთან და არჩილთან. მათ ჰქონდათ საერთო მიზანი: საქართველოს გამთლიანება და ერის კეთილდღეობა.
ამ პერიოდში წმინდა მამები წინასწარმეტყველებდნენ ქართლის სამეფოს აღდგენის თაობაზე, საქართველოს გაძლიერებისა და გაბრწყინების შესახებ. ამ სიტყვამ მიაღწია არაბებთან, რომელმაც გადაწყვიტა ქართველში აზრის ჩაქრობაც კი თავისუფლების შესახებ. მან შეაგროვა დიდი ლაშქარი და ომაიანთა დინასტიის წევრის მურვან მეორე იბნ მუჰამედის სარდლობით წამოვიდა კავკასიის მხარეს. ეს სარდალი საქართველოში ცნობილია როგორც მურვან ყრუ. მან აიღო ბიზანტია, მან აიღო კავკასია და მოადგა საქართველოს. დაიპყრა კარი დარიალისა და დარუბანდისა. შემოსრა ყოველი ქალაქი და თითქმის ყველა ციხე-სიმაგრე საზღვრებზე გაშენებული. ასევე სამცხე, ოძრხე დღევანდელი აბასთუმანი და იგი გაეშურა დასავლეთ საქართველოსკენ, ზეკარის უღელტეხილის გადავლით. საქართველოდან გაიხვეწა ხალხი. ამ დროს არგვეთში მთავრობდნენ ხეიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები, ძმები დავით და კონსტანტინე, რომლებიც იყვნენ მეცნიერული თვალსაზრისით მეტად სწავლულები, სულიერების თვალსაზრისით ძველი და ახალი რჯულის მცოდნენი, მორწმუნენი, სიტყვა ძვირნი, სიტყვა მახვილნი, კეთილი ქცევის პატრონი, კარგი მეომარნი, მამულის მოყვარულნი, ახოვანი, სპეტაკნი სულითა და ხორცით, თავიანთი ქვეშევრდომების მოყვარული და პატივის მცემელნი. ისინი გამოირჩეოდნენ დიდი შრომითა და ჯაფით. დავითი ამ დროს იყო წლოვანებით 38 წლის და კონსტანტინე 17 წლის. როდესაც ძმებმა შეიტყეს მტრის შემოსვლის შესახებ, მათ ლოცვა გააძლიერეს და ხალხს თხოვეს იმათაც ლოცვა გაეძლიერებინათ. შეკრიბეს ლაშქარი და გაემზადნენ მტერთან შესახვედრად. არგვეთელები მტერს 151 ფსალმუნის გალობით შეხვდნენ. შერკინება მოხდა ფერსათის მთაზე ხანის წყლის ჩამოსასვლელთან. მტერი დიდძალი იყო, მაგრამ აღსანიშნავია არგვეთელების დიდი ვაჟკაცობა. პირველი შეტაკება არგვეთელთა გამარჯვებით დამთავრდა და როგორც ოროსნები ისე წარსდგნენ ცოცხლად დარჩენილი მტრები მურვან ყრუს წინაშე. მურვან ყრუ ამის გაგების შემდეგ ღაწვებს ილეწავს და გამოუშვებს უამრავ ლაშქარს ახალი ბრძოლისთვის. ამ დროს ბევრი უკვე გახიზნული იყო ჩვენიდან. ვინც ცოცხალი დარჩა, მურვან ყრუს მიჰგვარეს ტყვეთ. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ხელები ცაში აღაპყრო და
თავის ღმერთს მადლობას სწირავდა. მურვან-ყრუმ მოსთხოვა ტყვეებს რჯულის შეცვლა, რაზეც ჩვენმა არგვეთელმა გმირებმა უპასუხეს, რომ მისი სიხარული ამქვეყნიური და დროებითია, რადგან მათ გაიმარჯვეს არა ღირსეულად, არამედ ჩვენი ცოდვების გამო დავმარცხდით ჩვენ და იმ დაცინვაზე, რომ ვითომდა ქართველები ხეს და ქვას ვემსახურებით ღმერთად მივიჩნევთ ხეს და ქვას, დავითმა უპასუხა, რომ ჩვენ გვწამს ცოცხალი ღმერთი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა ორი ბუნებით. ის არის ღმერთი და მან მიიღო დაიმატა ადამიანური ბუნებაც, რადგან ქრისტეს ციდანაც შეეძლო ედემის გველის დამარცხება, მაგრამ რადგანაც ედემის გველმა დაამარცხა არა ღმერთი, არამედ ადამიანი, ადამიანს უნდა დაემარცხებინა გველი. და ეს იყო მიზეზი მისი განკაცებისა. და დავითმა მიმართა, რომ ზუსტად ეს ცოცხალი ღმერთის წამთ, რომელმაც თავი დაიმდაბლა ადამიანამდე, ადამიანის ბუნება მიიღო, ჩამოვიდა სულის გადასარჩენად და დაამარცხა ედემის გველი. სწამს აი ეს მაცხოვარი ღმერთი. და როგორც იესო ქრისტემ დაამარცხა ედემის გველი, ისე აპირებს თვითონ და თავისი ლაშქარი მთელი ქართველი ხალხი მტრის დამარცხებას. ამის შემდეგ მურვან-ყრუ თავის ჯალათებს მიმართავს, უბრძანებს არგვეთელი ძმების სასტიკად დასჯას. ჯალათები სახეში სცემდნენ დავითს და კონსტანტინეს. სცემდნენ მანამ, სანამ არ დააგდეს მიწაზე. დავითი და კონსტანტინე კი ამ დროს ღმერთს მადლობას უხდიდნენ ამ განსაცდელისთვის. ამის შემხედვარი მურვან-ყრუ ხვდება, რომ ძალით ვერ აჯობებს სულით ძლიერ ქართველებს. ამიტომ მიმართავს ხერხს. შესთავაზებს დიდ თანხას, სპასალარობას, მაგრამ დავითი მიმართავს, რომ ის არის ბოროტი, რადგანაც ის არ არის ღმერთთან ახლოს. დავითი მიმართავს იმას, რომ სინათლიდან სიბნელეში გასვლას არ აპირებს და ლოცულობს, რომ არ ქნას ღმერთმა ეს. სინათლედ მიიჩნევს დავითი ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს და სიბნელედ კი უცხო რჯულს. არგვეთელი ვაჟკაცი ეუბნება, რომ ღმერთი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა, რომელიც ჯვარს ეცვა, აღსდგა, ამაღლდა და მარჯვენით ბრძანდება მამის გვერდზე, აი იმ ღმერთს ნამდვილად არ უღალატებს. ღმერთმა, რომელმაც გამოგზავნა თავისი მოციქულები საქართველოში, პირველივე საუკუნეში საქართველო გააქრისტიანა, იმ ღმერთის ღალატს ნამდვილად არ იფიქრებს. დავითმა ამდაგვარად უქადაგა მტერს ქრისტეს შესახებ. მურვან-ყრუ იყო გაოგნებული, იმიტომ რომ ფიქრობდა ტყვეებს სიცოცხლე შესთავაზა თანამდებობა და სიმდიდრე.
და ქართველები კი უმადურები ყოფილან. დავითმა აგარიანთა რჯულის შესახებაც მოუთხრო. მიმართა მურვან ყრუს, რომ ცეცხლის მსახურებისგან კი გამოიყვანა მუჰამედმა ისინი, მაგრამ მათ ღმერთი ვერ შეიცნეს. ისინი ჰგვანან ნავთდათქმულებს, რომლებიც შუა ზღვაში კი გადარჩნენ, მაგრამ ნაპირზე მისულები მაინც ჩაიძირნენ და დაიხრჩნენ. დავითი მიმართავდა იმას, რომ თუკიც მათ ღმერთის წამთ, იმდაგვარად არ მოიქცევიან, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი არინდობენ ადამიანის ხელით აშენებულს, ღმერთის მიერ მიცემულ მიწაზე მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს. ისინი არინდობენ ბავშვს და მოხუცს, ქალებს, ორ ადამიანს, ორ ძმას, თითქმის 200 ჯალათი თავს დაესხა და ნუ თუ ამის შემდეგ შეიძლება ისინი მორწმუნეებად ჩაითვალონ. განრისხებული მურვან ყრუ მიმართავს კონსტანტინეს. დარჩა კონსტანტინეს იმედი რჯულის შესვლის თაობაზე, რადგანაც კონსტანტინე უმცროსი იყო ბევრად დავითზე, ის იყო 17 წლის ასაკში და შეიძლება ის უფრო იოლად დაეყოლიებინა რჯულის შესაცვლელად. მაგრამ კონსტანტინე მიმართავს, რომ მას სწამს ის რჯული, რომელი რჯულითაც დაიბადნენ და აღიზარდნენ მისი მშობლები, თავისი ძმა და თვითონ. და ზუსტად თავისი რჯულის შესანარჩუნებლად მის დასაცავად სიკვდილსაც აპირებს. მურვან ყრუ გაბოროტების შემდეგ მიმართავს თავის ჯალათებს, რომ ისინი საპყრობილეში ჩაყარონ. 10 დღის მანძილზე ორ ძმას აწამებს მტერი, შიერს ამყოფებს და აწამებს. როდესაც შეხედა მურვან ყრუმ, რომ ძმებთან კვლავ ვერ გავიდა ძალით, ვერ დაიმორჩილა ძალით ქართველი ქრისტიანები, საპყრობილეში შეუგზავნა ძვირფასი ჩასაცმელები და ვერცხლი. ძმები ამ საჩუქარს არ მიიღებენ. ისინი მურვან ყრუსთან დააბარებენ სიტყვას, რომ რჯულის შენარჩუნებისთვის მათთვის სიკვდილიც კი სასურველია. მურვან ყრუ ამ ორი არგვეთელი ძმის სულიერი სიმტკიცით და ვაჟკაცობით გაშმაგებული მიიღებს მათი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას. წაიყვანენ მდინარე რიონის ნაპირზე, გააშიშვლებენ, ხელფეხს შეუკრავენ, თავდაყირა დაჰკიდებენ, ყელზე მოაბამენ დიდ ქვებს და აი ესეთ ფორმაში სცემენ. ცემას ერთი მეორეს აღარ აცდიდა. ძმები ამ დროს ლოცულობენ, მიმართავენ ჩვენს ღმერთს იესო ქრისტე ნაზარეველს, რომ რადგანაც მან შეისმინა მათი თხოვნა და მისი სახელის გულისთვის ეწამებიან, ეხლა უკვე სთხოვენ იმას, რომ სიკვდილის შემდეგ მათი სხეულები გაუხრწნელად დარჩნენ და მათ სხეულს ვინც მიეკარება, ის იყვეს მადლი ამ ადამიანისა, ცოდვების საპატიებლად და საცხონებლად. დასტურად ციდან ხმა მოისმა. ჯალათები
ვეღარაფერს აკეთებენ ჰყრიან ძმებს მდინარეში და შიშისგან გაიქცევიან. ძმები მდინარეს გაჰყვნენ. მეორე დღისით მოხდა სასწაული. წყალმა ბუნება შეიცვალა და როგორც დედის კალთაში ჩვილი, ისეთი ნაზად გამოაბრძანა ეს ამ ორი ძმის გვამი ნაპირზე. ამ დროს ციდან ხალხს მოესმა ხმა, რომ წაასვენონ ძმები და აისი, სადაც მოუსწრებთ, იქ დაკრძალონ. ამ დროს იმარე-მარეზე იდგა დიდი ნათელი. ეს ნათელი იყო ჩამობრძანებული ციდან და დასვენებული ხეიძეების ცხედარზე. ხეიძეების წმინდა სხეულები აიკიდეს ბეჭებზე და წაასვენეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც იყო მითითებული ღვთიური ხმისგან. მათ აისმა მოუსწრო მაღალი კლდის თხემზე წყალწითელას ხეობაში, სადაც იდგა ხარების სახელობის ტაძარი, თავის დროზე მურვან ყრუს მიერ დანგრეული, რომლის ირგვლივ მიდამო ეკალნარით იყო სამსე. ძმების სხეული მღვიმეში ჩაასვენეს. იქიდან გამოდიოდა ღვთიური სინათლე. მას შემდეგ ამ ადგილს დაერქვა მოწამეთა. 300 წლის მანძილზე ძმების სხეულები გაუხრწნელი ესვენა იმავე ადგილზე. 300 წლის მანძილზე ვინც მათ სახელზე ილოცებდა, მათ სთხოვდა ლოცვით დახმარებას, ან ხელით შეეხებოდნენ, ისინი ინკურნებოდნენ. მე-11 საუკუნეში ბაგრატ მესამე ამ ადგილზე ააგებს ტაძარს. მე-12 საუკუნეში ითქმება სიტყვა, ვითომ და ხეიძეების სხეულები არ არიან გაუხრწნელი და ისინი ლოცვის შემდეგ ხალხს არ აშველიან. მათი სხეულები იქნა გადატანილი, გადაბრძანებული ქუთაისში და იქნა დამტკიცებული მედიცინურად საპირისპირო. ამის შემდეგ ძმების წმინდა ნაწილები უკან თავის ადგილზე იქნა დაბრუნებული. ძმებმა ხეიძეებმა დავითმა და კონსტანტინემ გაუძლეს მტრის შემოტევას, იბრძოლეს, ტყვედ ჩავარდნენ. მტერმა რჯულის შეცვლის მიზნით აწამა, გააშიშვლეს, თავდაყირა დაკიდეს, აწამეს, მდინარეში გადაყარეს და დაახრჩეს. მათ როგორც იქნა ღვთის შეწევნით, ეღირსად თავიანთ კუთვნილ, ღვთიურად კუთვნილ ადგილზე დასვენება. მაგრამ უარესი გააკეთა შინაურმა მტერმა. ჩვენ ყველას, ყველა
ქრისტიანს, ყველა დავითსა და ყველა კონსტანტინეს შეგვეწიოს დიდ მოწამე, არგვეთელი ძმების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ლოცვა ჩვენი გონის გასანათლებლად, ჩვენი სულის გადასარჩენად. ამინ.